საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩეხეთში განწყობები არაერთგვაროვანია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ანდრეი ბაბიშის პარტიის გამარჯვებამ ქვეყანაში ცვლილებების მოლოდინი გააჩინა, თუმცა ზოგიერთისთვის მომავალი ახლა უფრო ნეგატიურად გამოიყურება, ვიდრე პოზიტიურად, ზოგისთვის პირიქით. უორესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. კარგსაც ვხედავ მომხდარში, მაგალითად იმას, რომ კომუნისტები დეპუტატებს შორის ვერ მოხვდნენ. უკრაინელი ლტოლვილები დაგვტოვებენ, მთავრობა კი ჩვენს შვილებს მიხედავს, რადგან ფიალა ყველაფერს მხოლოდ უკრაინელებისთვის და მათი ოჯახებისთვის აკეთებდა. იმედია ის პოპულისტად დარჩება და არ შეესრულებს მის დანაპირებს. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ასეც უნდა იყოს. მჯერა რომ დანაპირები არასდროს შესრულდება. წინასაარჩევნოდ ბაბიშის მიერ გაკეთებული განცხადებები ბევრისთვის გახდა თავის ტკივილი. ყველაზე მეტად კი ევროკავშირისთვის. მართალია ის ხელისუფლებაში უკვე ნანახი ჰყავთ, თუმცა მაშინ ევროპა გარდამტეხი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში არ ცხოვრობდა. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში კი ბევრი საკითხი წამოჭრა, რომელზეც ბაბიშისა და მისი გუნდის პოზიციები ბევრს ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს ხედვებს აგონებს. ასეთია მაგალითად უკრაინის სამხედრო დახმარების გადახედვის საკითხი. თავად პარტია ანოს ლიდერი აზუსტებს, რომ ის ნატოსა და ევროკავშირის მომხრეა, თუმცა მთავრობაში ყოფნის დროს მისი ლოზუნგი იქნება ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა. ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნების შედეგებზე და ჩვენს ხედვებზე ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით. საზღვრებს მიღმა ჩვენს შესახებ უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება და არ მგონია ეს სამართლიანი იყოს. მე პრემიერ-მინისტრი ერთხელ უკვე ვიყავი და ჩვენი ორიენტაცია ნათელი იყო. ჩემი წუხილი მხოლოდ იმას ეხება, რომ ევროპა უნდა იყოს ფუნქციონირებადი, რადგან ის არ ვითარდება სწორი მიმართულებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ყოფილი პრემიერის პარტია ამ მრჩეველთა ხმების 34.7% მიიღო. ეს კი 200 კაციან პარლამენტში 80 მანდატია. ახლა პარტია ANO მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტიებთან მოტორისტები და თავისუფლება და დემოკრატია, რომლებსაც ჯამში 28 ადგილი აქვთ პარლამენტში. მართლმა პარტიამ კი მხოლოდ ხმათა 23.2% ისაღება შეძლო. ქვეყნის პრემიერს პეტერ ფიალას მარცხის აღიარება მოუხდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს დასასრული არ არის. პრეზიდენტთან განვიხილე არჩევნების შემდგომი სიტუაცია. ლოგიკურია და ჩვენი რესპუბლიკის დემოკრატიულ ტრადიციებსაც ეხმიანება ის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მთავრობა ჩამოაყალიბოს. სწორედ ამას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში. ჩეხეთის პრეზიდენტი პეტერ პაველი უკვე შეხვდა გამარჯვებული და დამარცხებული პარტიების ლიდერებს არჩევნების შემდეგი პროცედურების განსახილველად. ნატოს ყოფილი გენერალი პაველი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც პარლამენტში მოხვდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აზრით, ისინი შექმნიან საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავად ჩეხეთისთვისაც. ვიდრე ჩეხეთში კოალიციის ფორმირება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ბაბიში მილოცვებს იღებს. ერთ-ერთი პირველი, ვინც მას გამარჯვება მიულოცა, ირაკლი კობახიძე იყო, რომელმაც ჩეხეთთან განახლებული პარტნიორობის იმედი გამოთქვა.